სუსტი სქესის წარმომადგენლები თავს ხანდახან მახინჯად აღიარებენ. როგორც კი ამ თემას შევეხებით, ნებისმიერი ქალი ჩამოგითვლით თავის ნაკლს, სქელი, დაღრეცილი ფეხები, უხეში კანი და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ შეიძლება სრულიად რადიკალური აზროვნებაც. რა თქმა უნდა, გარეგნობის შეცვლა ძნელია, მაგრამ თუ თქვენ შესძლებთ სხვისი თვალით შეხედოთ საკუთარ თავს, ავტომატურად გამოასწორებთ უარყოფით მხარეებს და პატივისცემასა და მოწონებას დაიმსახურებთ. ამისათვის კი აუცილებელია მაესტროს ტელერეცეპტი გამოიყენოთ. 100% თვითშეფასება კრიტიკას დავუმატეთ ერთი цаრიელი ფურცელი. აიღეთ თქვენი საყვარელი კალამი, დიდი საფერფლე, ერთი ჭიქა ცივი წყალი ყოველი შემთხვევისათვის და 4-5 ღერი ასანთი. ყველა სახის გარეგნობას აქვს თავისი უპირატესობა და თავისი ნაკლიც, ასე რომ ერთი შეიძლება ვიღაცისთვის იდეალური იყოს, სხვისთვის კი მიუღებელი. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი ის, რასაც თქვენს პიროვნებაში უგულებელყოფთ. მაგალითად, ჩემი მკერდი პატარაა, საჯდომი დიდი და ასე შემდეგ და დაწვით ფურცელი. ახალბებისაგან დროდადრო შეგიძლიათ მოსვათ 2-3 ყლუბი წყალი. გარეგნობის დეფექტებთან ერთად ჩამოთვალეთ უარყოფითი თვისებებიც. შური, სიხარბე, სიზარმაცე და სხვა. წამლის მიღების პროცედურა უნდა მიმდინარეობდეს თქვენი საყვარელი მუსიკის ფონზე. რეცეპტის შესრულებისას ქაღალდის დაწვა უნდა გახდეს მთელი ცერემონია, რომლის დროს თქვენ მიიღებთ ახალ მიმზიდველ სახესა და კეთილგანწყობას. გამოიყენეთ მაესტროს ტელერეცეპტი და მის საიმედოობასა და ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ არანაკლებ მიმზიდველი ხართ.